ჩვენი პლანეტა იმდენად მრავალფეროვანი და იდუმალებით მოცულია, რომ ყოველთვის მოიძებნება ადგილები, რომლებიც ნებისმიერი ადამიანის გაოცებას და შთაგონებას შეძლებს. მაგრამ განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს ვიღებთ მაშინ, როდესაც რაღაცის წარმოდგენა რთულია. მაგალითად, მიუვალ ციხესიმაგრე, რომელიც თითქოს ჰაერში ლივლივებს, გიგანტური ჩანჩქერი ოკეანის ფსკერზე ან უცნაური თითქოს არამიწიერი ცივილიზაციისთვის შექმნილი საოცარი ფორმის მქონე მარტოხელა კლდეები. ანუ ყველაფერი დაუჯერებელი და ის, რაც ჩვენს გონებაში უბრალოდ არ ეტევა. და დაიჯერეთ, ასეთი ადგილები დედამიწაზე ძალიან ბევრია. ეროვნული პარკი ლენსოის მარანიესისი, ბრაზილია. ამ უჩვეულო ადგილს მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს. ის მდებარეობს ატლანტის ოკეანის სანაპიროზე და წარმოადგენს ყველაზე უჩვეულო უდაბნოს პეიზაჟს. მშრალ სეზონზე უზარმაზარი ქვიშიანი დიუნები მცირე რაოდენობის ტბებთან ერთად იცვლება და ეს პეიზაჟი ათეულობით კილომეტრზე ვრცელდება. იანვარში კი, როდესაც წვიმების სეზონი იწყება, მტკნარი წყლის ტბები გადაჭარბებულად ივსება, ჩნდება ახალი წყლები, რომლებიც ქვიშის ტერიტორიას სულ უფრო და უფრო ფარავს. ადგილი 50 მეტრიანი დიუნებით გარდაიქმნება უდაბნოდ, რომელშიც მრავალი ღრმა მტკნარი ტბაა. ეს ყოველივე კი საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. ეს უნიკალური მოვლენა აიხსნება წვიმების სეზონის დროს წარმოუდგენელი რაოდენობის ნალექით, წლიურად 1600 მილიმეტრამდე. წყალი უბრალოდ ვერ ასწრებს აორთქლებას და მიწაში ჩასვლას, რაც ამ ადგილს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ ადგილად აქცევს. ციხესიმაგრე სიგირია, ანუ ლომის კლდე. ის მდებარეობს შრი-ლანკის ცენტრალურ ნაწილში და წარმოადგენს კუნძულის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ღირსშესანიშნაობას. კლდოვანი პლატო თითქმის 180 მეტრზე მაღლდება გარშემო მდებარე ველზე და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. ევროპელებმა სიგირიის შესახებ პირველად მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს გაიგეს. თუმცა ციხესიმაგრე მთის მწვერვალზე დაახლოებით 15 საუკუნის წინ აშენდა. შრი-ლანკის მეფე კაშიაპას მმართველობის დროს, რომელმაც სიგირია დედაქალაქად გამოაცხადა. დღეს კლდის მწვერვალზე განთავსებულია ზედა სასახლის ნანგრევები. აქ ასევე შემორჩენილია კლდეში გამოკვეთილი წყლის რეზერვუარები, რომლებიც დღემდე აგროვებენ წყალს. ერთი ვერსიით, პრაქტიკული დანიშნულების გარდა, მათში მეფის მრავალრიცხოვანი ხარჭებიც ატარებდნენ დროს. ამიტომაც სიგირიის ფრესკების მთავარი მოტივია შიშველი ქალები, მეფის ხარჭები. თავდაპირველად ციხესიმაგრეში შესასვლელი ლომის ფიგურის სახით იყო წარმოდგენილი, რომელსაც გაღებული პირი ჰქონდა. თუმცა დღეს მხოლოდ მისი ზოგიერთი ნაწილი შემორჩა, მათ შორის ფეხები. დღეს მწვერვალზე ასასვლელად 1000-ზე მეტი საფეხურის გადალახვა მოგიწევთ. სიგირია მხოლოდ კლდე არ არის, არამედ მის ირგვლივ არსებული ტერიტორიაც. ეს უძველესი დროის ყველაზე რთული ქალაქ-გეგმარების მაგალითია. მრავალრიცხოვანი ჰიდრავლიკური სისტემები, რომელთა ნაწილიც დღემდე ფუნქციონირებს, მთლიანად კვეთს პლატოს, ქმნის ვრცელ და მინიატურულ აუზებს, რომელთა ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს დიდებული ციტადელი. ეროვნული პარკი ტორეს-დელ-პაინე, ჩილე. ეროვნული პარკი მდებარეობს ჩილეს სამხრეთით, პატაგონიაში და სრულიად იზოლირებულია გარე სამყაროსგან. სახელი მიიღო მის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მთებიდან, 3 წვეტიანი გრანიტის მთის გამო, რომლებიც 2600-დან 2850 მეტრამდე სიმაღლეზეა. მაპუჩეს ინდიელების ენაზე თარგმანში ტორეს-დელ-პაინე ნიშნავს ცისფერ კოშკებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ბუნებრივი პეიზაჟია. გარდა ამისა, ეროვნული პარკი, რომელიც 2420 კვადრატულ კილომეტრზეა, მოიცავს მყინვარებს, ფიორდებს და ულამაზეს ტბებს. წყალქვეშა ჩანჩქერი, მაურიკიოსის რესპუბლიკა. კუნძულ მაურიკიოსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ლე-მორნ-ბრაბანის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან შესაძლებელია დაუჯერებელი სანახაობის ხილვა. ესაა ძლიერი წყალქვეშა ჩანჩქერი, რომლის კასკადებიც ოკეანის ფსკერისკენ ეშვება. თუმცა ეს ხილული ხდება მხოლოდ ფრინველის საფრენის სიმაღლიდან. და მართლაც, ეჭვი არ არის, ეს ნამდვილი ჩანჩქერია. თუმცა სინამდვილეში ეს მხოლოდ ილუზია, რომელიც ძლიერი წყალქვეშა დინებების, მარჯნის რიფებისა და ქვიშის დალექვის შედეგად იქმნება. ამ ადგილის ლამაზი ფოტოები ხშირად გენერირებულ ან დამუშავებულ ფოტოებად ითვლება. თუმცა, რაც თვალწინ გეშლება, სრულიად ბუნების ქმნილებაა. მან-პუპუნიორის ქვის სვეტები. ეს არის კომპლექსი, რომელიც შედგება 7 გრანდიოზული ქვის სვეტისგან, რომლებიც ამშვენებენ პლატოს ორ მდინარეს. ქვის ქანდაკებებს 22-დან 40 მეტრამდე სიმაღლე აქვთ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებენ. ეს ქმნილებები უძველესი მტკიცე კლდოვანი ქანებისგან წარმოიშვა. ქვის ქანდაკებები მდებარეობს მთის ძირში. სვეტებს უცნაური ფორმა აქვთ და სხვადასხვა კუთხიდან შესაძლოა ჰყავდნენ ხან ცხენის, ხან ცხვრის თავს, ან
გიგანტის ფიგურას. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მან სისტომის ხალხთან და ამ სვეტებთან მრავალი ლეგენდაა დაკავშირებული. და მართლაც, როცა უყურებ ამ მარტოხელა ფიგურებს უკაცრიელ პლატოზე, გრძნობ ამ ადგილის წარმოუდგენელ ძალას. ზამთარში თოვლის ფენით დაფარული ქვის ქანდაკებები განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურება. კუნძული ციხესიმაგრე მონ სელ მიშელი, საფრანგეთი. საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე კლდოვან მთაზე, რომელიც მიქცევისას კუნძულად იქცევა, მდებარეობს უნიკალური ციხესიმაგრე ქალაქი. მრავალი საუკუნით ადრე უჩვეულო გრანიტის მთა კელტებისთვის წმინდა ადგილი იყო. აქ დროიდები თავიანთ ღმერთებთან საუბრობდნენ, სანამ რომაელები არ გამოაძევებდნენ მათ. დროთა განმავლობაში ამ იდუმალ ადგილს საფლავის მთა დაერქვა. ასწლეულების შემდეგ მთისადმი ინტერესი კვლავ გაიზარდა. მე-11 საუკუნისთვის აქ ჩამოყალიბება დაიწყო რელიგიურმა კომპლექსმა მონ სენ მიშელის სააბატომ, რომელიც შუა საუკუნეების ქრისტიანობის ერთ-ერთ უმთავრეს მომლოცველობის ცენტრად იქცა და კუნძულმა თანდათან თანამედროვე ფორმატ შეიძინა, ხოლო დღეში ორჯერ ზღვა შლდა ტალახიან ფსკერს და ხსნიდა საშიშ ბილიკს. მრავალი მომლოცველი მოვარდნილ ტალღებში იხრჩობოდა და ქვიშიან მორევში იძირებოდა. მიზნამდე მიუღწევლად. ამ ადგილს ნამდვილად რთული და მდიდარი ისტორია აქვს. დღეს ეს ბუნებრივი ისტორიული კომპლექსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული ობიექტია და საფრანგეთში ვიზიტორების რაოდენობით მეორე ადგილზეა. შეიქმნა გარკვეული ინფრასტრუქტურა, რათა ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომობა გამარტივებულიყო. მონ სელ მიშელი აბსოლუტურად უნიკალურია მსოფლიოში. უბრალოდ არ ყავს კონკურენტი, მარტო ხელა მთა იდეალურად ბრტყელ ველზე. მთა მიუწვდომელი მონასტრით გვირგვინდება და მიუვალი კედლებითაა გარშემორტყმული. ყველაფერი ეს მართლაც ზღაპრულად და არარეალურად გამოიყურება. შესაძლოა სწორედ ამიტომ აიღეს ამ ქალაქის სახე საფუძვლად მეფე ტირიტის ქალაქის მოდელისთვის კინოსამყაროში ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიაში. გუილინის მთები, ჩინეთი. ჩინეთში ლიციანის მდინარის ნაპირზე გადაჭიმულია უჩვეულო ქვის ტყე, დაუჯერებელი კირქვის წარმონაქმნები, რომლებიც მწვანე საფარითაა დაფარული. უამრავი პირდაპირი კლდე, რომელიც საუკუნეებს კი არა ათასწლეულებს ითვლის. მჭიდროდ ებჯინება თითოეულ მათგანი ერთმანეთს და თითქმის ვერტიკალურად დგას, რომელიც ქმნის უნიკალურ მთიან ქედს. კლდოვან ფერდობებს ფესვებით ებღაუჭება მცირე ხეები. კლდეებს მოედება შემოხოული ლიანები. ეს ყველაფერი ქმნის თვალის მომჭრელ ფერებს, რომლებიც თვალს იპყრობს. მაგრამ ამასთან ერთად მწვანე გორაკები დაფარულია უამრავი გვირაბითა და მღვიმით, რომლებიც არანაკლებ ინტერესს იწვევს. მომაჯადოებელი კირქვის გორაკები და კოშკები იზიდავს ტურისტებს და არა მხოლოდ ჩინეთიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან. კინდერდეიკის სოფელში, როტერდამთან ახლოს განლაგებული 19 ქარის წისქვილი ნიდერლანდების ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ისინი დაახლოებით 1740 წელს ააშენეს. მათი მთავარი ამოცანა წყლის საჭირო დონეზე შენარჩუნება იყო. ეს სისტემა შესაძლებლობას აძლევდა თავიდან აეცილებინათ დაბლობების მნიშვნელოვანი ნაწილის დატბორვა, თუმცა სიმართლე რომ ითქვას, ამას ყოველთვის ვერ ახერხებდნენ. ამოხსნიდნენ თუ არა ისინი ამ ამოცანას დღეს. არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მაგრამ ისინი ნამდვილად საოცრად და თვალწარმტაცად გამოიყურებიან. ზამთარში, როცა არხები იყინება, ადამიანები გამოდიან ყინულზე. ციგურებით სრიალი გაყინულ არხებზე ერთ-ერთი საყვარელი გართობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ბუდას ქანდაკება ლეშანში, ჩინეთი. დედამიწაზე ბევრი ისეთი ადგილი არსებობს, სადაც ბუდას ქანდაკებებია აღმართული. მინიატურულიდან გიგანტურამდე, თითოეულს თავისი მნიშვნელობა და განსაკუთრებული გააზრება აქვს. მაგრამ ლეშანში მდებარე ქანდაკება უნიკალურია. ის პირდაპირ კლდეშია გამოკვეთილი და წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ქანდაკებას, 71 მეტრის სიმაღლით. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ეს იყო ყველაზე მაღალი ქანდაკება მსოფლიოში. ქანდაკება გამოკვეთილია ლინ იუშანის მთის მასივში, 3 მდინარის შესართავთან. ბუდას სახე მიმართულია წმინდა მთისკენ. 90 წლის განმავლობაში მუშაობდნენ ქანდაკების შექმნაზე ტანგის იმპერიის ხალხი და 10 საუკუნის განმავლობაში ბუდას სახე დამალული იყო ტაძრის უკან. ტაძრის განადგურების შემდეგ ბუდას სახე კვლავ გამოჩნდა ხალხის წინაშე. ნამიბის უდაბნო, აფრიკის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი. ნამიბი ადგილი, სადაც თითქოს არაფერია. ეს ერთ-ერთი ყველაზე უკაცრიელი უდაბნოა. მისი მშრალი ზონა 2000 კილომეტრზე ვრცელდება ატლანტის ოკეანის სანაპიროს გასწვრივ და კონტინენტის სიღრმეში 50-დან 160 კილომეტრამდე შედის. ეს არის ნამიბიის უდაბნოს ყველაზე საინტერესო ნაწილი. ის ზოლი, სადაც უდაბნო ოკეანეს ხვდება. ამ ადგილს ყველა ნამდვილი მოგზაური იცნობს. მსგავსი სანაპირო ასეთი სილამაზითა და ორიგინალურობით სხვაგან არ არსებობს.
ბაიკალის ტბა, რუსეთი. ბაიკალი ულამაზესი ტბა აღმოსავლეთ ციმბირის სამხრეთ ნაწილში. ეს არის ყველაზე დიდი ბუნებრივი წყლის რეზერვუარი და ყველაზე ღრმა ტბა ჩვენს პლანეტაზე. აქ მოსვლას ის ადამიანი ცდილობს, ვინც აფასებს მომენტებს და მომნუსხელ შთაბეჭდილებებს. ზოგიერთ ადგილას ბაიკალის სიღრმე 1600 მეტრს აჭარბებს. ეს ადგილი გარშემორტყმულია პრიმიტიული ბუნებითა და ლეგენდებით. ზაფხულის ბაიკალი მშვენიერია, მაგრამ არც გაყინული ბაიკალი ჩამოუვარდება შთაბეჭდილებებით ზაფხულისას. ყინულის ტყვეობაში მოქცეული ტბა მართლაც მომნუსხველად გამოიყურება. ზედა ყინულის ფენის მიღმა შეიძლება წყალქვეშა სამეფოს დანახვა, ხოლო ზედაპირზე წარმოქმნილი ბზარების ულამაზესი ნაქარგები შთამბეჭდავია თავისი სილამაზითა და მრავალფეროვნებით. ვიქტორია ფოლსი, ზამბია და ზიმბაბვე. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ულამაზესი ჩანჩქერია მსოფლიოში. მას თითქმის 2 კილომეტრის სიგრძე აქვს. ამ ბუნებრივ საოცრებას დიდი სიგანე აქვს და სიმაღლე დაახლოებით 100 მეტრს აღწევს. ეს არის ერთადერთი ჩანჩქერი მსოფლიოში, რომელიც ერთდროულად აერთიანებს 100 მეტრზე მეტ სიმაღლეს და კილომეტრზე მეტ სიგანეს. სამხრეთ აფრიკის მკვიდრი მოსახლეობა მას მყვირალა ნისლს უწოდებდა. მოსი ოატუნია. ის მართლაც ასეთია და მხოლოდ მე-19 საუკუნეში უწოდეს ჩანჩქერს ინგლისელი დედოფლის ვიქტორიას სახელი. დღეს ის ზამბიისა და ზიმბაბვეს საზღვარზე მდებარეობს. შთაბეჭდილობა, რომელსაც ეს ჩანჩქერი ტოვებს, ძნელია რამეს შეადარო. საუკეთესო შედარება მისცა აფრიკის მკვლევარმა დეივიდ ლივინგსტონმა, როცა თქვა, რომ ამ სილამაზის ხილვა მხოლოდ ანგელოზებს შეუძლიათ ფრენისას. ის დაახლოებით ზამბეზის მდინარის შუა დინებაზეა განლაგებული. კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა ამ მხარეში არის ჩანჩქერის ზემოთ. მდინარე, რომელიც ბაზალტის ფილაზე მიადინება. მის დინებაში მრავალი პატარა კუნძულია და რაც უფრო უახლოვდება დინება ჩანჩქერს, მით უფრო მეტი ხდება ეს კუნძულები. საოცრად ლამაზი სურათია. კაბადოკია, თურქეთი. კაბადოკია თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და საოცარი რეგიონია. ეს გეოლოგიური საოცრება, ვულკანების ამოფრქვევა და ჩაქრობა, კლდეების მგრევა, მდინარეებისა და ძლიერი წვიმების ზემოქმედება. ამ ყველაფერმა შექმნა ეს წარმოუდგენელი ლანდშაფტი. ქვის გროვები და ვულკანური ფერფლის შრეები ქმნის დაუვიწყარ სურათებს. ტუფი კლდოვანი მასალა, რომელიც წარსულში ვულკანური ამოფრქვევების შედეგად წარმოიშვა. აღმოჩნდა რბილი და ადვილად დასამუშავებელი, ამიტომაც ამ ტერიტორიაზე დასახლებულმა ხალხმა საცხოვრებლების გამოკვეთა პირდაპირ კლდეებში დაიწყო. კაბადოკია მოფენილია მიწისქვეშა ქალაქებითა და უძველესი ისტორიის მქონე ვრცელი მღვიმე მონასტრებით. ტურისტები, რომლებიც საჰაერო ბუშტით ფრენას განახორციელებენ, ზემოდან უნიკალურ ბუნებრივ ლანდშაფტს გადმოხედავენ. ცაში ათეულობით, ზოგჯერ ასობით ბუშტია, რაც კაბადოკიის სავიზიტო ბარათად იქცა. სოლონჩაკი უიუნი, ბოლივია. ზღვის დონიდან 3650 მეტრის სიმაღლეზე, ალტიპლანოს პლატოს სამხრეთ ნაწილში განლაგებულია უიუნის სოლონჩაკი. ეს არის ყველაზე დიდი მარილიანი ტბა მსოფლიოში. მისი ფართობი 10000 კვადრატული კილომეტრია. ნამდვილი ჯადოსნობა ხდება წვიმის სეზონის დროს, როდესაც სოლონჩაკის ზედაპირი წყლის თხელი ფენით იფარება და სრულიად სარკისებრი ზედაპირი იქმნება. ამიტომაც მას ხშირად პლანეტის ყველაზე დიდ სარკეთ მოიხსენიებენ. სწორედ მის მაღალ ალბედოსა და იდეალურად გლუვ ზედაპირს იყენებენ ორბიტულ თანამგზავრებზე არსებული მოწყობილობების საკალიბრაციოდ. არანაკლებ ფანტასტიკურად გამოიყურება უიუნი მშრალი სეზონის დროსაც, თეთრი უდაბნო 6 კუთხა ნახატებით. ტურისტული მიზიდულობის გარდა უიუნი ბოლივიას დიდ შემოსავალსაც აძლევს. მარილეს უზარმაზარი მარაგების გარდა, რომელიც დაახლოებით 10 მილიარდ ტონად არის შეფასებული, ამ უდიდესი სოლონჩაკის ქვეშ კიდევ ერთი საოცრება იმალება: ლითიუმის უმდიდრესი საბადო, რომელიც აუცილებელია თანამედროვე აკუმულატორების წარმოებისთვის. უიუნის სოლონჩაკი ფანტასტიკურად ლამაზია. ეს ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე დაუჯერებელი ადგილია, სადაც სივრცის შეგრძნება ქრება. პაგანი, მიანმარი. ნახევარსფერული სტუპები, მონასტრები და ტაძრები. ეს არის ის, რაც საინტერესოა უძველეს ქალაქ პაგანში. დღეს ეს მისი ერთადერთი მემკვიდრეობაა. ათასობით უძველესი საკულტო ნაგებობა, რომელთა ნაწილიც დროის მიერ განადგურდა. დიახ, ეს მკვდარი ქალაქია, რომელიც არქეოლოგიურ ზონად გადაიქცა და ცნობისმოყვარე ტურისტებს იზიდავს. ის შთამბეჭდავად გამოიყურება და მასშტაბები გაოცებს, როცა იაზრებ, რომ ეს ყველაფერი 700-ზე მეტი წლის წინ აშენდა. ამ ადგილების ლანდშაფტი არათანაბარია. ზოგან მწვანე ბუჩქნარებია, ზოგან მარტოხელა პალმები. ასევე არის ადგილები, სადაც ტაძრებს შორის სივრცე დამწვარ უდაბნოს გავს. ნაგებობები სხვადასხვაა, დიდი და პატარა. ყველაზე მნიშვნელოვანი მათგანი ოქროსფერია, თუმცა ძირითადი ნაწილი წითელი ან თეთრი აგურით არის აშენებული. როდესაც ეს ქალაქი ჯერ კიდევ ცოცხლობდა, ის დედაქალაქიც იყო, თუმცა ისტორიამ მისი მნიშვნელობა წაშალა და მხოლოდ დაუჯერებელი სილამაზის ნანგრევები დატოვა.
კილიმუტუს ვულკანი, ინდონეზია. ეს ერთ-ერთი ყველაზე დაუჯერებელი ადგილია დედამიწაზე. კილიმუტუს ვულკანი, რომელიც ფლორესის კუნძულზე, ინდონეზიაში მდებარეობს. მაგრამ ადამიანს მონუსხავს არა თავად ვულკანი, არამედ 3 ვულკანური კრატერის ტბა, რომლებიც მასზე მდებარეობს. თითოეული თავის ფერშია შეღებილი, მწვანე, ზღვისფერი ან ყავისფერი. ამასთან მათი ფერი შესაძლოა შეიცვალოს შავად გადაქცევამდე. ფერის ცვლილება დამოუკიდებლად მიმდინარეობს თითოეულ ტბაში. ადგილობრივ სოფლებში ამბობენ, რომ ამ ტბებში გარდაცვლილთა სულები ჩადიან. თუ ტბის ფერი შეიცვალა, ეს ნიშნავს, რომ სულები განრისხდნენ. მეცნიერები კითხულიან, რომ ტბების ფერის ცვლილებები გამოწვეულია მინერალებისა და ვულკანიდან გადმოდენილი აირებს შორის მიმდინარე ქიმიური რეაქციებით. კილიმუტუს ვულკანების ტბები ინდონეზიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ღირსშესანიშნაობაა. ამ უნიკალური ბუნებრივი სანახაობის მოსანახულებლად ყოველწლიურად ათასობით ტურისტი ჩადის აქ. კნიკის მყინვარი, ამერიკის შეერთებული შტატები. კნიკის მყინვარი, რომელიც ანქორიჯიდან 50 კილომეტრშია გადაჭიმული, კიდევ ერთი განსაცვიფრებლად ლამაზი ადგილია. ეს არის ულამაზესი ყინულის ველი ჩუგაჩის მთების ჩრდილოეთით, რომელიც 40 კილომეტრზეა გადაჭიმული და მას ალასკის ერთ-ერთ უდიდეს მყინვარად აქცევს. მყინვარი თავისი წყლებით კვებავს კნიკის იმავე სახელწოდების მდინარეს, რომელიც კუკის ყურეში ჩაედინება. ამ მყინვარს საკუთარი ისტორიაც აქვს, თუმცა ეს ერთ გვერდზე ვერ მოთავსდება. ყველაზე მთავარი აქ არის მისი სიდიადე, რომელიც უდავოდ საოცარია. მონუმენტების ველი, ამერიკის შეერთებული შტატები. არიზონასა და იუტას შტატების საზღვრის გასწვრივ კოლორადოს პლატოზე მრავალი მოგზაური ცდილობს იხილოს ეს ადგილობრივი ღირსშესანიშნაობა, მონუმენტების ველი. ეს არის მაღალი ვაკე, სადაც წითელი ქვიშაქვის კლდოვანი სვეტებია აღმართული. ზოგიერთ კლდეს საკუთარი სახელიც კი მიენიჭა. 3 და აღმოსავლური და დასავლური ხელთათმანი და სხვები. ყველაზე გამორჩეული მათგანი 300 მეტრზე მაღალია. თუ წარმოსახვას ავამუშავებთ, შეიძლება ისიც კი წარმოვიდგინოთ, რომ ეს გიგანტური უძველესი ხეების გაქვავებული ძირებია, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით პროზაულია. ვაკის ზედაფენა თბილი დანალექი ქანებისგან შედგებოდა. ის სრულად დაიშალა, მაგრამ ბრტყელ უდაბნოს ზედაპირზე დარჩა კლდოვანი მასები, რომლებიც უფრო მდგრადი აღმოჩნდა. ველის სიცივე თითქოს გაჟღენთილია ნავახოს ტომის სულით. მშრალი მცენარეულობა და თავისუფლად მონავარდე ქარი თითქოს ამ ტომის წარსულის ამბებს ყვება. სინამდვილეში ეს ტერიტორია დღესაც ნავახოს ტომს ეკუთვნის. მეტეორას კლდეები და მონასტრები, საბერძნეთი. მეტეორა ეს არის უჩვეულო კლდოვანი წარმონაქმნი საბერძნეთის ჩრდილო-დასავლეთში, მაღალი ქვის კოშკების ფორმით, რომლებიც თავისთავად აღფრთოვანებას იწვევს. მაგრამ კიდევ უფრო საოცარია, რომ ამ კლდეების მწვერვალებზე ადამიანთა მიერ აშენებული ნაგებობები მდებარეობს. მათგან ზოგი დაახლოებით 700 წლის წინ გამოჩნდა. აქ შეიქმნა ძველი ბერების სათემო, რომელიც გარე სამყაროსთვის მიუწვდომელ კლდეებზე არსებობდა. ის როგორც ათონის მთა მართლმადიდებელი ბერების ცენტრს წარმოადგენდა. 24 მონასტრიდან, რომლებიც მონასტრული სახელმწიფოს აყვავების პერიოდში არსებობდა, მხოლოდ 6 დარჩა და მათი სიდიადე თვალის მომჭრელია და მიუწვდომელია კლდეები, რომლებზეც ისინი აშენდა. სოკოტრას კუნძული, იემენი. არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარეობს სოკოტრას არქიპელაგი და საოცარი სახელწოდების მქონე კუნძული, სოკოტრა. ყველაზე საოცარი ამ კუნძულზე მისი ფლორა და ფაუნა, თუმცა მცენარეულობა კიდევ უფრო დიდ გაოცებას იწვევს. ზოგიერთი ხე კლდეებზე და ფერდობებზე იზრდება, ზოგი კი მხოლოდ მიწაზე. მათი უჩვეულო გარეგნობა თვალს ჭრის. განსაკუთრებულად აღსანიშნავია ბოთლის ფორმის ხე ან კუნძულის სიმბოლო, დრაკონის ხე, რომელსაც დრაკონულიც ეწოდება. სოკოტრა იმდენად გაოცებს თავისი ლანდშაფტებითა და ბუნების სიურრეალისტური ფორმებით, რომ მის პეიზაჟებს ხშირად უცხოპლანეტურს უწოდებენ, ანუ არამიწიერს. და ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან გრძელვადიანი გეოლოგიური და ბიოლოგიური იზოლაციის გამო არქიპელაგზე უნიკალური მცენარეულობა და ცხოველთა სამყარო ჩამოყალიბდა, რომელიც გამოირჩევა მაღალი ენდემიზმით. არანაკლებ საოცარია თავად ლანდშაფტიც, მხოლოდ ადგილობრივი ლაგუნები და თოვლივი თეთრი კოლისანის კანიონიც კი საკმარისი ამ განსაცვიფრებელი ადგილის აღსაწერად. ჰოლონგის ყურე, ვიეტნამი. ჰოლონგის ყურე, რომელიც ვიეტნამის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, გარედან ჰგავს ლაბირინთს, რომელიც მრავალრიცხოვანი არხებითაა ჩამოყალიბებული. რეალურად კი ის შედგება დაახლოებით 3000 პატარა კირქვული კუნძულისგან, კლდეებისგან და მღვიმეებისგან, რომლებიც 1500 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. აქაური პეიზაჟები მართლაც თავშესაქცევია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენი სასეირნო ნავი კლდეებს შორის დაცურავს. აქ ყველაფერი აკვირვებს ადამიანს, უჩვეულო ლანდშაფტი და საოცრად მდიდარი წყალქვეშა სამყარო, რომელიც მხოლოდ მარჯნის რიფებითა და თევზებით არ შემოიფარგლება. პეტრა, იორდანია.
თანამედროვე იორდანიაში ბევრი საინტერესო რამ აღმოაჩინეს, მაგრამ მრავალი მოგზაური სწორედ პეტრაში ჩასვლას ცდილობს, რომელიც ქვეყნის სამხრეთით მდებარეობს. ქალაქი კლდეებზეა გაშენებული და მისკენ მიემართება გრილი 1 კილომეტრიანი კანიონი სიკი. და როგორც კი მის მოსახვევს გადაკვეთ, თვალწინ საოცარი სანახაობა იშლება. 40 მეტრიანი ნაგებობა, რომლის ფასადიც კლდეშია გამოკვეთილი. ეს არის ტაძარ მავზოლეუმი ელ-ხაზნე. თუმცა მისი ზუსტი დანიშნულება დღემდე ბოლომდე გაურკვეველია. სახელი არაბულად ითარგმნება როგორც ფარაონის საუნჯე. ეს არის პირველი საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მდგომარეობაში შემონახული ნაგებობა მთელს მსოფლიოში. ქვის დამუშავების გარდა ადგილობრივებმა ოსტატურად ისწავლეს წყლის შეგროვება. მის შესანარჩუნებლად კლდეში არხებსა და წყალსაცავებს ჭრიდნენ. ნაბატეები ნახევრად მოხეტიალე სემიტური ხალხი, რომლებმაც ეს ქალაქი ააშენეს, კლდისგან საცხოვრებლებს, სამარხებს და ტაძრებს კვეთდნენ, რაც დღემდეა შემორჩენილი. საუკუნეების განმავლობაში ხელსაყრელი მდებარეობის გამო ვაჭრობამ პეტრას უდიდესი სიმდიდრე მოუტანა, თუმცა როცა რომაელებმა აღმოსავლეთისკენ საზღვაო გზები გახსნეს, სახმელეთო ვაჭრობა სანელებლებით შეწყდა და პეტრა თანდათან დაიცალა. შესაბამისად, ის დაიკარგა ქვიშაში. კრენიცინის ვულკანი, რუსეთი. კრენიცინის ვულკანი, რომელიც ანიკატანის კუნძულზე მდებარეობს, ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო და ლამაზი ადგილია რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში. მისი უნიკალურობა იმაშია, რომ ეს არის ვულკანი ვულკანში, ანუ ორფენიანი სტრუქტურა. ვულკანური კონუსი დაახლოებით 4 კილომეტრიანი დიამეტრით კუნძულის სახით ამოდის ტბიდან, რომელიც დიამეტრის დაახლოებით 7 კილომეტრია. ტბა კი გარშემორტყმულია უფრო ძველი კალდერას კლდეებით, რომელთა დიამეტრი დაახლოებით 17 კილომეტრია. კრენიცინის ვულკანი მოქმედად ითვლება, თუმცა მისი ამოფრქვევა მხოლოდ ერთხელ 1952 წელს დაფიქსირდა. შოკოლადის გორაკები, ფილიპინები. ეს არის ულამაზესი და უჩვეულო ადგილი ფილიპინების ბოჰოლის პროვინციაში. 50 კვადრატულ კილომეტრზე განლაგებულია 1000-ზე მეტი გორაკი. გორაკები ყოველთვის ლამაზია, თუმცა ჩვეულებრივ ისინი მწვანე ბალახითაა დაფარული. რატომ ჰქვია მათ შოკოლადის? პასუხი ძალიან მარტივია. მშრალ სეზონზე ისინი ყავისფრად იღებება, თითქმის შოკოლადისფრად. ეს უჩვეულო და მართლაც თვალშისაცემი თავისებურება აქ ათასობით ტურისტს იზიდავს. შოკოლადის გორაკების წარმოშობა ერთმნიშვნელოვნად დადგენილი არ არის. მეცნიერები ვერ შეთანხმდნენ საერთო ვერსიაზე, მაგრამ ერთი რამ ცხადია. შოკოლადის გორაკები რჩება იდუმალ და უნიკალურ და ჩვენი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ულამაზეს ადგილად. პრეკესტულენი, ნორვეგია. პრეკესტულენი გიგანტური კლდეა, რომელიც ნორვეგიაში 600 მეტრზეა ამაღლებული. მისი თითქმის ბრტყელი და კვადრატული მწვერვალი ხელოვნურად შექმნილს გავს. მწვერვალზე გადის ბილიკი და ადამიანს უწევს მთიან ლანდშაფტში გასეირნება. აქ ასასვლელად სულ მცირე 2 საათი დაგჭირდებათ. გზა მარტივი ნამდვილად არ არის, ბილიკი ზოგ ადგილას ციცაბოა და საშიში, მაგრამ ის პანორამა, რომელიც პრეკესტულენის მწვერვალიდან იშლება, სრულად ამართლებს ყველა დახარჯულ ძალისხმევას. ზაბაიკალის მხარის ერთ-ერთ ქვაბულში მდებარეობს უნიკალური ადგილი, ჩარის ქვიშები. ეს არის უზარმაზარი ქვიშის მასივი, 30 კვადრატული კილომეტრის ფართობით, რომელიც ტაიგის შუაგულშია და ზაფხულში მწვანე, ხოლო ზამთარში თოვლით დაფარული მთებითაა გარშემორტყმული. ქვიშის მასები ქმნის ქედებს და მათ ჯაჭვურ სისტემას, სადაც აფეთქებული ქვაბულებიც არის. ცალკეული ბარქანების სიგრძე თითქმის 200 მეტრამდეა, ხოლო სიმაღლე 80 მეტრამდე. ჩარის ქვიშები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენად მნიშვნელოვანი და გაუთვალისწინებელია ჩვენი პლანეტის ბუნება. დუვრის თეთრი კლდეები, დიდი ბრიტანეთი. პას დე კალის სრუტე, რომელიც ლა-მანშს აგრძელებს, თავისთავად ლამაზია, მაგრამ მისი სანაპირო ხაზიას უკვე თავზარდამცემი სილამაზეა. ეს არის თეთრი კლდეები, რომელთა სიმაღლე 110 მეტრს აღწევს და რომლებიც ღია ფერშია შეფერილი, შავი ხაზებით. მაღალი და ნათელი ფერი საშუალებას იძლევა კლდეების შორიდანაც დაინახო. ძველ ინგლისში ისინი მეზღვაურებისთვის ერთგვარ შუქურის როლს ასრულებდნენ. თუ თეთრი კლდეები ჩანდა, ესე იგი ინგლისის სანაპიროთ ძალიან ახლოს იყო. სწორედ ამ კლდეებზე აღმართულია დუვრის ციხესიმაგრე, რომელიც უძველესი დროიდან ითვლება ინგლისის გასაღებად მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო. კლდეები კირქვოვანი პერიოდიდანაა წარმოშობილი, ანუ ათეულობით მილიონი წლის წინ. კირქვა მათ თეთრი ფერი შესძინა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი კირქვის კლდეები იშვიათი არ არის სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში, სწორედ დუვრის კლდეებია ყველაზე პოპულარული და შთამბეჭდავი. როცა უყურებ ამ უნიკალურ პეიზაჟებს, უნებლიეთ ჩნდება განცდა. აი ისიც, დედამიწის კიდე. ტეპინაკლის უდაბნო, ავსტრალია. ძალიან უჩვეულო უდაბნო მდებარეობს დასავლეთ ავსტრალიაში. ყველაზე საოცარი მასში ბუნებრივი ქვის სვეტებია. ისინი მაღალი არ არის, დაახლოებით 1-დან 5 მეტრამდეა.
მაგრამ ძალიან ბევრია და უცნაური ფორმები აქვთ. ზოგიერთი ქვა ჰგავს ადამიანურ ფიგურას ან ცხოველების სილუეტებს. ვიღაცა არამიწიერ არსებებსაც დაინახავს, რაც არ უნდა იყოს, ყველაფერი ეს ძლიერ შთაბეჭდილობას ტოვებს, რაც შეეხება ქვის სვეტების წარმოშობას. კვლევარები ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ ერთ ვერსიაზე. გიგანტების გზა, ირლანდია. გიგანტების გზა ირლანდიის ერთ-ერთი მთავარი დაცული ღირსშესანიშნაობაა. ეს არის ბუნებრივი მონუმენტი, რომელიც დაახლოებით 40,000 ბაზალტის სვეტისგან შედგება. ისინი უძველესი წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოიშვა. სვეტების ზედაპირი 6 კუთხაა და ჰგავს კიბეს, რომელიც ზღვაში ქრება. ზოგიერთ სვეტს კი აქვს 4 კუთხა, 7 კუთხა ან 8 კუთხა ზედაპირი. ამ უცნაური ქვის სვეტების წარმოშობის შესახებ მრავალი ლეგენდა და ისტორია არსებობს. და ეს არ არის გასაკვირი. რთული დასაჯერებელია, რომ ასეთი ზუსტი ფორმის ქვის წარმონაქმნი თავად ბუნებამ შექმნა. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ბუნება უფრო გვაოცებს, ვიდრე სხვა ნებისმიერი რამ ჩვენს პლანეტაზე. დღეს ამ ვიდეოში ნახსენები მრავალი ადგილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. და ეს არც არის გასაკვირი. ამ სიაში ხდება მხოლოდ ის, რასაც ანალოგი არ გააჩნია და რასაც თვალი ვერ სწყდება. იმედია ამ ვიდეოთი შევძელით თქვენი გაოცება. მე შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით. დროებით.